ეს ეპიზოდი იქნება კაცებისთვის. რა არის იმის გამომწვევი მიზეზი, რომ კაცი აღარ გრძნობს თავს ნამდვილ კაცად? ეს ყველაფერი არის სტატუსი. სიტყვას არ გადაუხვევს, ოჯახის გამტანია, ემოციებს არაჩვენებს, ღირსებას იცავს. სინამდვილე თვითონ უნდა იპოვოს ადამიანმა თავის თავში. რა ხდება, როდესაც კაცი არის ემოციურად ჩაკეტილი? თუ წამოვიტირებ და მეთქვიან, რომ რა გოგოსავით ტირი ხარ, შემწყვება. მამაკაცი ისეთივე ადამიანია, როგორც ქალი. ძუნწია, მაგერად ემოციური ინტელექტი ძალიან განვითარებული აქვს. იმდენად დაუთვლია იმ ადამიანს, რომ ამ გოგოს უბრალოდ დაუღია და კარტა თვითონ დაუდია და იმისიც მას გადაუხდია. ქალი მისი სტანდარტებში რო ჯდება, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ საერთოდ კარგავს მისთვის ინტერესს. ხშირად ვნება ერევად სიყვარულს, იმიტომ რომ ვნება ძალიან ძლიერი ემოცია და ლტოლვა რო გადაივლის, მე რჩება ადამიანი, რომლის პიროვნებასთან შეიძლება აღმოაჩინო, რომ არაფერიც არ გაკავშირებს. ვერ ახერხებენ დედისგან განცალკევებას. წყვილი, რომელიც ხორწინდება ან ერთად იწყებს თანაცხოვრებას, თქვან პირველ ეტაპზე კომფორტზე უარი და იყვნენ მარტო. ყველა ოჯახს აქვს თავისი მიკრო კულტურული ნორმები. შეგიძლია გიყვარდეს დედა, როგორც დედა ზრუნავდნენ მასზე, როგორც შვილი და გიყვარდეს ქალი, როგორც ქალი და ზრუნავდნენ მასზე, როგორც მეუღლე. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. უკვე თითქმის 1 წელია, რაც ეს პოდკასტი არსებობს და ჩვენ საკმაოდ თამბეჭდავი რაოდენობის აუდიტორია შემოვიკრიბეთ. 45,000-ზე მეტი ადამიანს აქვს გამოწერილი ეს არხი და მე მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანისთვის, ვინც უყურებთ ჩვენს პოდკასტებს, ვინც აკომენტარებთ, გვიზიარებთ თქვენ შთაბეჭდილებას, ვისაც მოგწონთ, რასაც ვაკეთებთ. მაგრამ ძალიან ბევრ თქვენგანს არ აქვს გაცნობიერებული, რომ არ ხართ ამ არხის გამომწერი. იმიტომ რომ ალგორითმი ხშირად გიგდებთ ახალ ეპიზოდს თავისით, რადგან წინებმა უკვე დაგაინტერესეს. ამიტომ გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ. ხართ თუ არა ჩვენი გამომწერი, რადგან არხის გამოწერა ძალიან გვეხმარება განვითარებაში და ზრდაში. კიდევ ერთხელ გიხდით წინასწარ მადლობას. დღეს ჩემი სტუმარია ფსიქოლოგი ნიკო ამბოკაძე, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ ურთიერთობების ფსიქოლოგიაზე. ეს არის თემა, რომელიც ძალიან აინტერესებს ჩვენს მაყურებელს, ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე და ვცდილობ, რომ ყოველი ესეთი თემის ეპიზოდი იყოს რაღაცით განსხვავებული, სხვა კუთხით დანახული და დღევანდელი თემის შთაგონება ჩემთვის გახდა ჩემი ერთი გამოწერის კომენტარი, რომელმაც მომწერა ესეთი რამ. ნუ თქვენ იცით, რომ მე მყავს ძირითადად ქალების აუდიტორია და ამას ხშირად ვახსენებ ხოლმე და ვცდილობ, რომ ეპიზოდებიც მოვარგო ქალების ინტერესს. და ეს კომენტარი იყო მამაკაცისგან, რომელმაც მითხრა, რომ სალომე, აქ ჩვენ კაცებიც გიყურებთ, ჩვენს გვაინტერესებს ფსიქოლოგიური განმავითარებელი საუბრები და გთხოვთ ჩვენს მოგვაქცია ყურადღება. და მე გადავამოწმე სტატისტიკა და ვნახე, რომ თურმე კაცების აუდიტორიას მოუმატია ჩემს არხზე. ადრე თუ იყო 85% ქალების და 15 კაცების, ახლა არის 70-20-ზე. რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ და ეს ეპიზოდი იქნება კაცებისთვის, მაგრამ ქალებო, ვისაც გაინტერესებთ კაცების გაგება, დარჩით ჩვენთან ერთად, რადგან წინ ძალიან საინტერესო დიალოგი გველოდება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ხდის კაცს ნამდვილ კაცად, რა უნდა გააკეთოს კაცმა, რომ ურთიერთობები ცხოვრებაში გაუადვილდეს და არ კონდეს შინაგანი სიცარიელის განცდა მიუხედავად წარმატებისა, მიზნების მიღწევისა და ასე შემდეგ. ნიკო, დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ და მოდი პირდაპირ ამ კითხვით დავიწყებ. რა არის იმის გამომწვევი მიზეზი, რომ კაცი აღარ გრძნობს თავს ნამდვილ კაცად? აი ეს ამბობენ ხოლმე, რომ ეს არის ნამდვილი კაცი. აი რა არის ეს? რამ შეიძლება გამოიწვიოს აი ესეთი განცდა მამაკაცისთვის? იბატონო, პირველ რიგში მადლობა ჩემი მოწვევისთვის და წარმატებების შენს პოდკასტს. მადლობა. ეხლა დავუბრუნდეთ კითხვას, ხო? მოდი განმარტავ, ეხლა მე ვეცდები რომ განმარტო რას ნიშნავს ნამდვილი კაცი და რას ნიშნავს ჩვენთან, რას ნიშნავდა და როგორ აღიქმებოდა ეს სიტყვა ნამდვილი მამაკაცი, ესე ვთქვათ, ხო? ჩვენთან იყო რომ აი ნამდვილ კაცს და კაცებს ეძახდნენ მამაკაცებს, რომლებიც
სიტყვას არ გადაუხვევს, ოჯახის გამტანია, ემოციებს არაჩვენებს, ღირსებას იცავს, ავტორიტეტია და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი არის ესე ვთქვათ სტატუსი, რომელიც გარემომ, კულტურამ დააწესა და რომელიც ამ ადამიანმა გაიშინაგნა, ესე ვთქვათ, ხო? რომელსაც შეიძლება დიდი შინაგანი კავშირი ამ სინამდვილესთან, რაც კულტურამ მისცა, მას არ ქონდეს. და როდესაც შენი იდენტობის ნაწილი ხდება, ის რაც შენი არ იყო, ხო, აი გარედან მოწეპილი რაღაც, რო სიტყვაზე ემოციები არ უნდა აჩვენო, ოჯახი უნდა გაიტანო, კიდე რა არის ნამდვილი კაცის დადასტურება რა იყო, ხო? მებრძოლი უნდა იყოს, არ შედრკეს, ხორცს თუ ვერ ატყავებს, ქათამს თუ პირობით მანქანებში თუ ვერ ერკვევა, ბევრი რაღაცა რა და შეიძლება ეს ადამიანში არ იჯდეს, მაგრამ თუ ის გადააქცევს ამას მის იდენტობად და მერე დგება მომენტი, აი რაც იკითხე, ხო, როდესაც კაცი ვეღარ გრძნობს ნამდვილობას, აქ მარტო თვითშეფასებაზე არ არის. ამ დროს კარგავს იდენტობასაც, თავის იდენტობასაც, რაც ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე თვითშეფასების დავარდნა. ვინ ვარ საერთოდ? ვინ ვარ საერთოდ ერთი და მეორე აცნობიერებ, რომ თანამედროვეობაში უკვე ეს აღარ მუშაობს. შენი ძველი ორიენტირები და ახალი ჯერ არ გიპოვია. შესაბამისად ხარ, აი როგორც დაიწყე კითხვა, გრძნով სიცარიელეს. პირველი უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ სინამდვილე თვითონ უნდა იპოვოს ადამიანმა თავის თავში ნამდვილი კაცობა არ ნიშნავს გარემოდან მოხვეულ რაღაცა ესე ვთქვათ სტატუსებს რა. ხო, იარლიყებს, რასაც ჩვენ გვაწებებენ. და შენს მამაკაცი როდესაც თავის შიდა სტრუქტურას ეყრდნობა, ხო, თავის შიდა მოსაზრებებს, აი მაგალითად ემოციებს არ გამოვხატავ და არ ვაჩვენებ კი არა, ამოვიცნობ და გამოვხატავ და ზუსტად მეცოდინება რა ემოციას გამოვხატავ, ესე ვთქვათ, ხო? და აი ადრე რო იყო ოჯახის გამტანი მამაკაცი, მაგალითად ნიშნავდა შემომტანსაც, ხო? ფინანსურ შემომტანსაც და მიუხედავად იმისა, მას ქონდა თუ არ ქონდა, მაინც ესე ვთქვათ, კაცი ხარ და უნდა იშოვო რა, გადი და უზრუნველყე ოჯახი. და დღეს ამ პრობლემის ეს თითქოს გათანაბრდა, იმიტომ რომ ხალიც კარგად გამოიმუშავებს, ქალსაც შეუძლია როგორც საკუთარი თავის, ასევე ოჯახის რჩენა და თითქოს მამაკაცი კარგავს ამ დროს თავის ფუნქციას, რომ თუ აქამდე იყო შემომტანი, ახლა ქალიც ხდება შემომტანი და ემოციების კუთხითაც ნახეთ, უნდა ამ ემოციების გამოხატვა, მაგრამ ვერ გამოხატავს და მე შეიძლება გამოვლინდეს სამი ტიპის რეაქციაში. პირველი ეს არის კომპენსაცია, აგრესია, ოფარული, რაღაცა ზედმეტი მაჩოობა, რაღაცა ბრჭყალებში და აი ეს ძალის დემონსტრირების ფორმა რა, ესე ვთქვათ. მეორე გამოვლინება შეიძლება იყოს ემოციური გაქცევით, ალკოჰოლით, თამაშით, აი რაღაც სერიალებს რო ჩაუჯდება და თავს რო არაწევს იქიდან და მესამე პირდაპირ თვითშეფასების დავარდნა, რომ ესე იგი სხვა კაცებმა მაჯობეს ან ღირებულებები ისე შეიცვალა სამყარო, რომ მე ვეღარ ვადაპტირდები აქ და რა დამრჩენია გარდა იმისა, რომ უბრალოდ რეალობას გავიქცე რა. ამ დროს რა უნდა ქნას კაცმა? იცი რა, უნდა გააცნობიეროს ის, რომ აი რჩევა, ესეთი უნივერსალური რჩევა, აბიგლუკოზა არ არსებობს, რომ აი გასცე, რომელიც ყველას მოერგება, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი, ესე ვთქვათ, შინაგანი სამყარო და მისი წარმოსახვები, მისი ფანტაზიები, მისი დამოკიდებულებები რაღაცების მიმართ, მაგრამ როდესაც ესეთი კრიზისი დგება, ხო, უნდა იცოდოს, რომ მინიმუმ მხოლოდ ერთ რამეზე აიღოს პასუხისმგებლობა და რაღაც ერთზე კონცენტრირდეს, რომ არ დაკარგოს ესე ვთქვათ, სინამდვილე და საკუთარ თავს უთხრას, რომ ეს უბრალოდ გარემოდან მოხვეულია. ანუ მე რამდენად ვცხოვრობ საკუთარ ცხოვრებას და რამდენად გარემოს მიერ ნაკარნახებ ცხოვრებას ცხოვრობ რა და ეს კითხვა უკვე ცვლის, იმიტომ რომ ის მე გარემო მომცა, მე მინდოდა ემოციები გამომეხატა და უბრალოდ ამას ვერ ვაკეთებდი და ამიტომ პირველი იქნება ის, რომ რაღაცაზე აიღოს პასუხისმგებლობა მინიმალურზე. საკუთარ თავზე იქნება ეს ფიზიკური, ხო, ანუ ვარჯიში, ან პირობითად რაც იქნება თვითონ უნდა მოძებნოს და მეორე კითხვები დაუსვა საკუთარ თავს და საკუთარ თავთან იყოს გულწრფელი. ყველაზე აი დიდი პრობლემა, რასაც ვაკვირდები ხოლმე არის ის, რომ ადამიანები საკუთარ თავთანაც არ არიან გულწრფელები. რას ნიშნავს ვიყო ჩემ თავთან გულწრფელი? აი ეს ამაზე ხშირად არ ვსაუბრობთ კი არა, ჩვენ თავთან არ ვსაუბრობთ ამაზე, რომ აი მე არ გულწრფო.
ამაზე არ გვიფიქრია, ბევრს არ უფიქრია, უბრალოდ შეიძლება და აი რას ნიშნავს? მე ჩემ თავს არ ვუღალატო, მე ჩემ თავს არ მოვატყუო. აი რას ნიშნავს ეს? ჯერ უნდა გავიგოთ ვინ არის ეს ჩემი თავი. ეს რო გავიგოთ, უნდა განუთავისუფლდეთ ამ გარემოს მიერ მოხვეული წესებისგან, ხო? და არ ვუღალატო ნიშნავს მოусმინო. აი ხლა რაღაც სუდი მაგალითი გამახსენდა უცებ, მაგრამ უნდა ვთქვა, აი პირობითად ცოტა თემიდან გადახვევა გამოვა, მაგრამ იყოს გაიგებს მაყურებელი ჩვენს გავიგებთ. აი მამაკაცი, რომელსაც მოყავს პირობითად მეხუთე ცოლი. ხო, ვიცნობთ ესეთ ხალხს. კი. აი როგორ ფიქრობ, ამ მამაკაცს მართლა ცოლი უნდა და კიდევ ოჯახის შექმნა და კიდე შვილები უნდა? მე მგონი არა, იმიტომ რომ მას ყავდა წინარე ესე ვთქვათ მეუღლები და რიგ შემთხვევაში ძალიან კარგი მეუღლები, ძალიან კარგი მეოჯახეებიც, შვილებიც ყავს, ხო? მაგრამ კიდე მოყავს ცოლი. რატო? ხო? იმიტომ რომ შეიძლება იყოს ის მომენტიც, რაც ხშირად არის ხოლმე, რომ რაც რეალურად უნდა ამ მამაკაც ქალისგან, ამას უბრალოდ სხვა ფორმით ვერ ეუბნება. იმიტომ რომ იქნება შეურაცხმყოფელი სილა, სარავინ არ გაგარტყავს თუ ადამიანს სთავაზობ, როდესაც მინდა რომ ჩემი მეუღლე გახდე, ოჯახი შევქმნათ. მაგრამ ახლა შევხედოთ მეორენაირად, თუ მას შესთავაზებდა მამაკაცი, რომ მე უბრალოდ მინდა რომ მე და შენ ან მე და თქვენ სასიამოვნო საღამოები გავატაროთ, სასიამოვნო დრო გავატაროთ ერთად, ხო? მაგრამ თუ იმას ეტყვი, რომ ოჯახის შექმნა გინდა, ამასთან გარანტირებული გაქვს ის საღამოები, იმიტომ რომ ყოველ საღამოს სახლში გყავს. ხო, და ისიც სხვანაირად იღებს მაგრამ შენ ეს არ გინდა რეალურად. მაგრამ ვერ ეუბნები მას სხვა ფორმით, რეალურად რაც გინდა და ეუბნები, როგორ თქვა, ეუბნები აი სოციალურად მისაღებს, იმიტომ რომ შეიძლება განცდა დარჩეს, რომ შეურაცხყოფათ არ აღიქواس და ცოლობას ვთავაზობ. მიხდე, ჩემი მეუღლე უნდა, ოჯახი უნდა შევქმნათ ჩვენ. ეს აღარ აღიქმება, ესე ვთქვათ, რას მკადრებ ხოლმე, ხო და საკუთარ თავთან გულწრფელობას ეს მოვაყოლეთ, მე თუ ვიქნები გულწრფელი საკუთარ თავთან, ჯერ ჩამოყალიბდები რა მინდა, ზუსტად რა მინდა, მართლა რეალურად რა მინდა, მე ამას მივაწვდი იმ ადამიანს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი სურვილები შეიძლება მისას დაემთხვეს. აბსოლუტურად არ ნიშნავს, შეიძლება საერთოდ არ დაემთხვეს, მაგრამ ტყუილში აღარ აეწყობა ურთიერთობა რა. იმიტომ რომ იმას შეიძლება უპასუხოს ჩემს სურვილებს და მასაც ქონდეს იგივე სურვილი, რომ არც მე არ მინდა ოჯახის შექმნა და ვიყოთ ესე ერთად. ან პირობითად მას ქონდეს სხვა სურვილი, რომ მე ამაზე ვერ მოყვები, იმიტომ რომ მე სხვა სურვილები მაქვს და უკვე გამოდის, რომ დასაწყისში ამ გულწრფელობამ მოკლა ის, რომ მე იყოს ეს მოჩვენებითი გაუგებრობები, დროის კარგვა და ღალატის საკუთარი თავი. საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ოჯახის შექმნა რო არ გინდა და მაინც ქმნი, ვერც მყარი იქნება, არც შენი გადაწყვეტილება არ ყოფილა ეს რეალური და ცუდი სიტყვა ესე ძინგრევა, ხო? შორდებიან. და აი ის თემა რომ ამოწუროთ, შენ ამბობდი რომ ეს იერლიყების საზოგადოება მიაკერა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი კაცი. მაგრამ ევოლუციურად ხო ქალს ასეთი კაცი მოწონს, აი რაღაც დავარქვათ თუ გინდა სტერეოტიპები, მაგრამ აი ეს მასკულინურის და ფემინურის რაღაც სინთეზი, როცა დგება, რომ ორი ენერგია ერთმანეთს ავსებს, ხო? ერთმანეთს არიმეორებს, ერთმანეთს ავსებს. სხვა არის იმაზე საუბარი, ხა არ ვამბობ იმას, რომ ეს ორივე ენერგია ჩემში უნდა განმავითარო, ერთი ადამიანი რო ვარ. მაგრამ აი როდესაც პარტნიორის შერჩევას ეხება საქმე. ფემინურ ქალს მაინც იზიდავს მასზე ძლიერი მამაკაცი, მასზე მაღალი შეიძლება, მასზე უფრო წარმატებული, უფრო ჭკვიანი. ნუ ჩვენ საუბრობთ სტატისტიკურად, რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს, ბევრი მაღალი გოგო მინახავს დაბალ კაცთან, ბედნიერად რო არიან, მაგრამ ანუ სტატისტიკურად ხო რაღაცა უმრავლესობის შემთხვევაში ასეა. და ასეთ დროს, აი როდესაც საუბრობთ, რომ აი საზოგადოება აკერებს მამაკაცს, რომ შენ ესეთი უნდა იყო, მაგრამ ქალებსაც ხო მოსწონთ ასეთი. ანუ ამ დროს რა ხდება, როდესაც მე
ვარ ქალი და მინდა ჩემზე ძლიერი, ჩემზე ჭკვიანი. ეს ხო აღარ არის სტერეოტიპი, ეს არის უბრალოდ მოთხოვნილება, რომელიც მე მინდა აუცილებლად რომ დაკმაყოფილებული მქონდეს. სხვა შემთხვევაში რაღაც ვერ დავინახავ იმ რაღაც კავშირს, არ მიმიზიდავს, ან რაღაც, არ მომიდება ასეთ მამაკაცთან ყოფნა, ხო? მაგრამ ხშირად ეს მასკულინობა არის რაღაც ცოტა სხვანაირად გაგებული და რაღაც ზედმეტ მოთხოვნილებებში გადადის, რაღაც არარეალურში. რომ ახ კაცმა იქ მართლა რაღაც თუ არ გაატყავა და არ დაიპყრო და რაღაც ომი თუ არ მოიგო და ასე. ხო, ნუ აი ძალიან დომინანტი რაღაც შეუძლებელს რო თხოვენ კაცებს. ხო და სად არის აი ზღვარი და სად არ უნდა შეეშალოს კაცსაც და ქალსაც, რომ რაღაცა ზედმეტი არ დაუწესოს თავის თავს, იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა. ესე იგი ერთ კითხვაში რამოდენიმე თემა შემოიყვანე და მეც ვეცდები რომ თითოეულ შევეხო რაღაცა დოზით. მასე დომინანტური ახსენი, ხო ჩვენ რო ჩავატაროთ სტატისტიკა გამოკითხვა. გამვლელებს რო ვკითხოთ უბრალოდ 10 ქალი რო გამოვკითხოთ და ვკითხოთ როგორი მამაკაცები მოგწონს მხოლოდ ვიზუალურად. ეს კითხვა რო დავუსვათ. ძალიან იშვიათად ვინმე მკითხავს რომ ჩემზე დაბალი, ხო? მინიმუმ გეტყვის რომ ნუ ჩემხელა ან სასურველია მაღალი. თუმცა ცხადია არსებობს გამონაკლისებიც, მაგრამ 10-დან შეიძლება იყოს 2. ეს სტატისტიკა და იმ შემთხვევაშიც რაღაცას უკომპენსირებს ის იმ შემთხვევაში მე ვიტყვით რას უკომპენსირებს, მაგრამ ევოლუციურად რაც ახსენე, ხო? ქალს ზოგადად სჭირდება განცდა უსაფრთხოების. და უსაფრთხოება არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ უსაფრთხოებას, იმას რომ მის მკლავებში მშვიდად გრძნობ თავს. ამაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ემოციური უსაფრთხოება. რას გულისხმობ? ემოციური უსაფრთხოებაში გულისხმობ იმას, რომ შენ შეგიძლია მამაკაცთან იყო ის, ვინც ხარ რეალურად. არ გეშინია არც ემოციის გამოხატვის, არც საკუთარი პიროვნების ხაზგასმის, არც საკუთარი სურვილების გაჟღერების, ანუ ამის გამო შენ არავინ არ გკიცხავს, არავინ არ გიბრაზდება, არავინ შენზე არ ძალადობს, არავინ შენზე არ მანიპულირებს. ეს ძალიან დიდი კომფორტია როგორც ქალის შემთხვევაში, ასევე მამაკაცის შემთხვევაში. და ევოლუციურად კი ასე იყო, ნუ მამაკაცი იყო ძირითადად შემომტანი, ესე ვთქვათ, შემომტანს გულისხმობ, ნადირობდა, გადიოდა, ხო და უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი ამბავია აქ, რასაც არ ითვალისწინებს უმეტესობა, რომ ადრე წყვილები ერთად როცა იყვნენ ერთმანეთი გაქონდათ, ესე ვთქვათ, ანუ ერთად უნდა გადარჩენილიყვნენ, ერთად უძლებდნენ ცხოვრებას, როგორც გამოწვევას, ხო? და ხშირ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი იყო მათი, ესე ვთქვათ, ერთად ყოფნა, იმიტომ რომ უნდა გადარჩენილიყვნენ ერთად, მათ ერთმანეთი სჭირდებოდათ. და დღეს ამ პრობლემატიკის წინაშე ადამიანები აღარ ვდგავართ, ეს შეიცვალა, თანამედროვეობამ ეს შეცვალა. უბრალოდ ცოტა გაუგებრობა არის იქ, რომ დროება და გარემოება კი შეიცვალა, მაგრამ ურთიერთობების მიმართ მოთხოვნილება რჩება იგივე ძველი და აღარა ვართ იმ ძველში. და ახლა გამოსავალია მოსაძებნი, რომ ამ თანამედროვეობას როგორ უნდა მოერგო ისე, რომ ძველი ღირებულებები არ დაიკარგოს. ეს ხო არ ყოფილა არასდროს ისტორიის და კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, რომ აი მარტო ვინ გადარჩენილა. ეხლა თუ ჩვენ გავყვებით ლიტერატურას, პოეზიას, ხო, პროზებს, ისტორიას, ხო? ამ შემთხვევაში კი ბატონო, ესე არის. უბრალოდ დღეს თანამედროვეობა რო იცვლება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტოები ვართ. ჯერ ერთი ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. ნახეთ, უბრალოდ დღეს არის სტრატეგია, ადრე თუ იყო სტრატეგია ჩვენ, აი მე და შენ ერთად უნდა გადავრჩეთ, დღეს არის სტრატეგია მე, ანუ მე მივდივარ, რეალიზდები როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, მივდივარ ჩემი ცხოვრების გზაზე და გზად შეიძლება გადავეყარო და შევხვდი ადამიანს, რომელთანაც გავაგრძელებ ურთიერთობას, ხო? და ეს ნიშნავს იმას, რომ ნახე, როდესაც წვილი დღეს შეიძლება ერთი მიმართულებით არ ვითარდებოდეს, ერთი მიმართულებით, მაგრამ ერთნაირად ვითარდებოდნენ და მაინც ერთად იყვნენ, ანუ ერთმანეთს მხარს უჭერდნენ, გვერდში ედგნენ, გულისხმობ იმას, რომ პროფესიულად შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს, ხო? ვიღაცა ექიმი იყოს, მაგრამ მსახიობი იყოს, ან ისინი ინჟინერი იყოს, ვიღაც ფსიქოლოგი იყოს, პირობითად ვიზახი, ხო და ამიტომ პარტნიორს ამ კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და როდესაც მე მივახცევ რაღაც წარმატებას, ეს არ უნდა იქნეს აღქმული, რომ ეს მხოლოდ ჩემი წარმატებაა. იმიტომ რომ ჩემი დაუშვათ პარტნიორის დიდი წვლილი
არის ამაში, რომ მე იქ ვარ, სადაც ვარ დღეს, ხო? ანუ თულად მარტოს არ გამიკეთებია. მარტოს ვერ, იმიტომ რომ мотиваციებზე თუ საუბრობთ, ქალი მამაკაცის შემთხვევაში ძალიან ძლიერი мотиваტორია, ისევე როგორც მამაკაცი ქალის შემთხვევაში, ხო? ეხლა პირობითად ჩემზეც ვამბობ, რომ ჩემი ყოფილი პარტნიორი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ მე იქ ვარ დღეს, სადაც ვარ, ხო? და ამ გზას ვაგრძელე. და პირადი გამოცდილებიდან ვამბობ ამას რა. ამიტომ ამ თანამედროვეობას ისე უნდა მოვარგოთ ის ძველი ღირებულებები, რომ არ დავკარგოთ, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ნახეთ ადამიანის ნერვული ისე არ იცვლება ეს სქემები, როგორც სოციალური წესები, ესე ვთქვათ რა, ეს ბიოლოგია, ეს ჩვენი დნმ-ები, ხო, ესე მარტივად შეცვლად, ესე ვთქვათ, არ არის. და ჩვენ აი დასაწყისში მე სიცარიელე ვახსენე და შენს მე გაიმეორე. რა ხდება, როდესაც მამაკაცი, რომელიც არის ძალიან წარმატებული, აღწევს მიზნებს, დასახულ მიზნებს, კარგად ცხოვრობს, ასე რომ ვთქვათ, კმაყოფილია თითქოს, აი რასაც სხვა ისურვებდა თავისთვის, აი ეს ყველაფერი ამ კაცს აქვს. მაგრამ მაინც გრძნობს რაღაც სიცარიელეს. აი რა სიცარიელეა ეს, საიდან მოდის? სიცარიელე შინაგანია ყველა ვარიანტში. და აქ ალბათ საუბარი არის უფრო იმაზე, რომ თუ მამაკაცს ამ დროს აქვს განცდა, რომ მე ვხდები ის, რასაც ვაღწევ, ამ შემთხვევაში ეს რაღაც დონეზე მუშაობს რა. იმიტომ რომ დავუშვათ, უნდა და გამختارიყო რაღაცაში წარმატებული გახდა, უნდა და ეშოვა ფული, იშოვა ეს ფული, კი ბატონო, ეს ყველაფერი მოვიდა და მე რა ხდება? და მე რო არაფერი არ ხდება, ან ვერ პოულობს რა ხდება, ჩდება შინაგანი სიცარიელე, რომ კი ყველაფერი მაქვს, მაგრამ მართლა ეს იყო რაც მე მინდოდა? მიზანი რა არის, ხო, ამ ყველაფრის და ეს სიცარიელე არ არის, ესე ვთქვათ, მარტივად ამოსავსები ამ დროს, რა, უცებ რომ მამაკაცმა რაღაცით შეივსოს ეს სიცარიელე, როგორც წესი, ესე არ ხდება. ამ დროს ხდება პოვნა იმის რაც დაკარგა იმ მიზნის მიღწევაში თუნდაც, ხო, აი რაღაც წარმატების გზაზე რო დგება, ხო, წარმატება ისეთ სიტყვა არის, აი მე რო სკოლაში ვსწავლობდი, მაგალითად შენც გექნებოდა შემთხვევა, რა გინდა რომ გამოხვიდე, რომ გითხებოდით ერთმანეთს წარმატებულს არავინ არ გეტყოდა. რა. ყველა რაღაცას გეტყოდა, რომ იმ მსახიობი რაღაცა ლექსებს წერ პოეტი, ან ექიმი იყო, იურისტი იყო, რაღაცა უნდა. არც წარმატებული მქონდა და არც რამე განსაკუთრებული. ყოველ შემთხვევაში არ გაგიგია შენი კლასებისგან ვინმესგან. ეს სიტყვა ახლა გახდა პოპულარული. დღეს არის პოპულარული წარმატებული და მეორე ბედნიერი. ვინ გინდა იყო? წარმატებული და ბედნიერი. ან ბედნიერი და წარმატებული, ხო, მაგრამ რას ნიშნავს ეს? ხო. მე ვიცი მსახიობები, პირობითად, რომლებიც არ არიან ფინანსურად ძალიან კარგად, მაგრამ არიან ძალიან ბედნიერები, ესე ვთქვათ, იმ სცენის მტვერში, იმ როლებში, რასაც ასრულებენ. ამიტომ აი სიცარიელეზე როცა ვსაუბრობთ, ეს არის ზუსტად ის, რომ შენ რაღაცეები, რაღაცა მიზნები იმდენად გაკარგვინებს შენ შინაგან მართლა რეალურ სურვილებს, რომ აი სიტყვაზე მანქანით რომ მიდიხარ, მაგალითად, სადღაც მიდიხარ, ავიღოთ დასავლეთი ან აღმოსავლეთი და ერთი სული რო გაქვს იქ როდის ჩახვალ. გეჩქარება, იქ უნდა ჩახვიდე, ხო? ჩახვედი, კი ბატონო. მიაღწიე, დროზე ადრეს ჩახვედი. მაგრამ გზა შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა გამოტოვო, ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი, გზა შეიძლება რაღაცებს გამორჩე, ესე ვთქვათ რა. და თუ როდესაც აი ეს რაღაცა მიზანი ხდება მხოლოდ შენი მიზანი, გზად ბევრ რაღაცას გამოტოვებ და მიზანს რომ მიაღწევ, უკვე აღარ იცი. აღარ გიხარია, ეგ არის მთავარი, რომ ანუ კი მივაღწია მიზანს, მაგრამ ეს იყო რაც უნდა გაანულო, მაშინ ყველა ვარიანტში უნდა გაანულო, იმიტომ რომ ეს არასდროს არ დამთავრდება. იმიტომ რომ აი ეს სენი არის, ხო, ვინც ბევრ ფულს შეულობს, რომ 10 მილიონი, მე 20, მე მილიარდი, იქაც არ ჩერდები, ხო, ეს არასდროს არ ჩერდება ეს პროცესი და თუ შენ გაანულებ და აღიქვამ რომ ეს წარმატებას მივაღწიე, მაგრამ ეხლა აბა ნოლიდან. ისევ ნოლიდან. ამ შემთხვევაში გექნება ახალი мотиваტორი, ოღონდ ეს მაინც და მაინც სწორი და კარგი мотиваტორი არ არის, რა უბრალოდ. რა ხდება, როდესაც კაცი არის ემოციურად ჩაკეტილი? ხა შენ ახსენე, რომ რაღაც არ უნდა გამოეხატა კაცს და ეს არ უნდა დატყობოდა ემოციები. რეალურად ბევრი ქალისთვის ეს პრობლემაა ურთიერთობაში, მათ უჭირთ ისეთ კაცთან
ურთიერთობის დაწყება და მერე ნუ გაგრძელება და შენარჩუნება, ვინც ემოციურად ჩაკეტილია. რატო იკეტება კაცი? რა არის მიზეზი? შიშია ეს, ცირცხვილია, თუ ეს ემოციური უნარიანობის ნაკლებობა? ჩვენს კულტურაში ემოციების არ გამოხატვის პრობლემა იდგა მართლა, იმიტომ რომ ეს ფრაზები ახლა რაც მე მახსენდება, რამდენს რა ქალივით ლაპარაკობ, რამდენს ლაპარაკობ, ქალი ხარ? ბიჭები არტერიან ვაშკაცურად დადექი, ხო? და ბავშვი როცა ხარ, თან მით უმეტეს მოზარდი, ამ გარედან მიღებული კი გესმის და ამას იღებ როგორც ბრძანებებს ავტორიტეტებისგან, ანუ ის რო გეუბნება, ესე იგი სწორია. მაგრამ მე რო ემოციის გამოხატვა მინდა, ესეც ხო სწორია. და ესე იგი ნიშნავს, რომ ჩემი ავთენტური ნამდვილი მე უნდა დავითრგუნო ახლა და ის უნდა გავაკეთო, რასაც მეუბნებიან. და ეს მარტო ემოციის გამოხატვაზე არ იყო. ეს ბევრ რაღაცაზე იყო. და მე ემოციურად ხდები ჩაკეტილი, იმიტომ რომ თუ წამოვიტირებ და მეთხვიან, რომ რა გოგოსავით ტირი ხარ, შემწყვება. უნებრივია. ანუ ესე იგი რა პროგრამა ირთვება, რომ მე არ უნდა ვიტირო. და მამაკაცი ისეთივე ადამიანია, როგორც ქალი. იმასაც ისევე უნდა ემოციების გამოხატვა, როგორც ქალს და ზოგადად ყველა ემოციას უყვარს დაკმაყოფილება. გამოხატვა, გამოვლენა, ექსპრესია, ხო, იქნება ეს სევდა, იქნება ბრაზი, იქნება, ხო, ყველა ემოციები რაც გვაქვს და როდესაც ამას ათრგუნინებ ბავშვს, მერე ეს ემოცია არსად არ მიდის და გადადის ფარულ აგრესიაში, როგორც წესი. ყველაზე ისეთ კარგ შემთხვევაში და ან თვით დესტრუქციაში. თვით დესტრუქცია გარდაუვალია, იმიტომ რომ არ უშვებ გარეთ, აბრუნებ შიგნით და დათრგუნული ემოციები ჩვენ ვიცით, რომ არსად არ მიდის, შიგნიდან აგრძელებენ ძალიან ძლიერ ზეგავლენას და ალბათ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს გაუკეთოს, ეს არის რომ ემოციები დაამწყდიოს მასში. იმიტომ რომ სადღაც ძალიან ცუდად ამოხეთქავს და როგორც წესი არასწორი ადამიანის მიმართ ამოხეთქავს ხოლმე, ან შიგნიდან გახეთქავს. შიგნიდან გახეთქავს გულისხმობ ფსიქოლოგიაში არის ფსიქოსომატიკა, ესეთი ტერმინი, ეს ემოცია რაღაცაში უნდა გამოვლინდეს. აუცილებლად ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება კენჭი გაჩნდეს ნახველში, ან მაღალი წნევები დაიწყოს, ხო? შფოთვები, უკიდურეს შემთხვევაში პანიკური შეტევები, ან რაღაცა ორგანული, იმიტომ რომ ემოცია რაღაცაში უნდა გამოვლინდეს აუცილებლად და ემოციურად ჩაკეტილ ადამიანთან, აი შენ რაც ახსენე, ქალებს რატო უჭირთო, როდესაც მამაკაცი ემოციურად ჩაკეტილია, არჩენ არ შეგიძლია რომ ემოციურად გახსნილი იყო. და როდესაც წარმოიდგინე ორი ადამიანი თანაცხოვრობს და ემოციებს ვერც ერთი ვერ გამოხატავს, ხო? რაღა იმასთან გიცხოვრია, რაღა მეზობელთან მაშინ, რაც ნათესავთან, ხო? იმასთან უფრო გამოხატავ მე უკვე. არა, იმასთან გადახვალ და ჭორა, ობიექტა ეტყვი იმაზე, რომ აი ამასთან იმასთან უფრო გამოხატავ, რომ დააკვირდე რა და რთულია ბუნებრივია, რთულია, თანაცხოვრებაც რთულია, ურთიერთგაგებაც რთულია და პიროვნების გათვალისწინებ ვერც გაითვალისწინებ, იმიტომ რომ არც იცნობ. და მასეთ დროს ეს კაცი ანუ თავის თავთან ხო აქვს პრობლემა და მეორე ადამიანთან ანუ თავის პარტნიორის გაგებაც ძალიან უჭირს. შენ თუ შენი ემოციების ამოცნობა არ შეგიძლია სხვას ამოიცნო, გაუგებ იმ ადამიანს და არ ქმევ იმას სახელს, მოიფიქრებ როგორ მიუდგე ასეთ დროს. ანუ არ გამოგივა ეს. ხო, ეს არის უკვე ურთიერთობების ხელოვნება და შენახსენე ორი რაღაც, ანუ ემოციური ინტელექტი და ურთიერთობების ხელოვნება, ხო? ემოციების ამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ საკუთარ თავში უნდა დაალაგდე, საკუთარ თავში უნდა გადაიაზრო და გააცნობიერო რაღაცეები და მერე უფრო მეტი შანსი გაქვს, რომ სხვა ადამიანს გაუგო. კი, რაც აუცილებელია წარმატებული ურთიერთობისთვის. წარმატებული და ზოგადად ნებისმიერი სახის ურთიერთობისთვის, იმიტომ რომ როდესაც ურთიერთობა ქვია, შეიძლება არ იყოს მარტო წყვილური და ქალვაჟური, ხო, იყოს თანამშრომლური, ოჯახური ურთიერთობები, თაობათა მეგობრებთან ურთიერთობები, კი ბატონო, ამიტომ თუ ურთიერთობაში ხარ, ეს უნარები, რომელიც სწავლადია, ეს არის საკუთარ თავთან კომუნიკაცია და მერე უკვე სხვა ადამიანთან კომუნიკაციის სწავლა, ოღონდ ეს რომ შეცვლო ჯერ შენ თავთან უნდა გაერკვე და აი ზუსტად იქამდე მივედით, რომ ვაღიარო, რომ კი მინდა ამის გამოხატვა და ეხლა ვერ გამოხატავ, ამიტომ ჯერ ეს უნდა გავაზიარო. და ეს ძირითადად ეს პრობლემა დგას აი ესეთ კაცებთან, აი მე ძლიერი უნდა ვიყო, მე ესეთი დაუმარცხებელი ვარ, რაღაც ესეთი მაგარ ბიჭებთან ასე რომ. ამას ქვია თავდაცვის მექანიზმი. ახლა ემოციებს როცა არ გამოხატავს ამაკაცი, ეს არის ერთ-ერთი თავდაცვის მექანიზმი, რომ მე არ შემწხვეს, არ გამოუჩნდე
შიშარა არ გამოუჩნდე რაღაცნაირი ისეთი და ასეთი და მოდი ხო მე ისე დავდგები მაგრად და ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ შემამჩნევს. კი ბატონო, გარედან შეიძლება ჩანდე რაღაცა უემოციო, რაღაცა ხეკაცია ვიღაცებს ვთქვამთ, რაღაც შედარება, რაღაცნაირი ხეკაცია, უემოციო კაცია. და გარედან შეიძლება ჩანდეს ვიღაცეებისთვის, რომ ეს ძალიან გაწონასწორებულია და რაღაცა, მაგრამ შენ თავთან მარტო რჩები და ეს აგრესიები იღვიძებს და თან არ შეგიძლია ამის გამოხატვა, როგორც წესი კონფლიქტები მე მიდის ხოლმე ძირითადად ოჯახში მეუღლესთან. ეხლა მინდა ერთი ამ ემოციურ უნარიანობაზე ერთი ჩემი პირადი დამოკიდებულება გავაზიარო ერთ მაგალითზე. იმ დროს გავიცანი გოგო, რომელიც ჰოლანდიაში მუშაობს და ცხოვრობს. და მიემგზავრებოდა რა იქ და ვეკითხები როგორ მოგწონს იქაურობა, რა ხდება რაღაც და მითხრა რომ ნუ აი ძალიან მომწონსა ჩემი სამსახურით ეს კმაყოფილი ვარ და ბიჭები არიან, ნუ ძალიან სიმპათიურები ყველა არის, უმაღლესი მინიმუმ 2 მეტრი, ძალიან ისეთი სიმპათიურები, მაგრამ ნუ აი ერთი პრობლემა არის რომ ცოტა ძუნწები არიანო. აუ მეთქი რა ცუდია ეხლა ძუნწი კაცი ქალისთვის ნუ ძალიან ის არის. ხო, მაგრამ მეორე კარგი მხარეც არისო, სამაგიეროდ ემოციური ინტელექტი ძალიან განვითარებული აქვს. და მე მეთქი აი როგორ ხდება ეს, რომ ანუ ძუნწია, მაგრამ ემოციური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის. ქართველმა მომიყვა. ქართველმა გოგომ ჰოლანდიელებზე. ხო, ანუ კულტურულად განსხვავებული. კულტურულად ხო და ანუ ის რომ კაცი ძუნწი არ უნდა იყოს ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რაღაც რომ აი ენდობი ამ ადამიანს მისი იმედი გაქვს მაგრამ ემოციური უნარიანობაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა ჩვენ რაზეც საუბრობდით და რა ხდება რატო ვერ ახერხებენ კაცები აი ხა საქართველოში მაგალითად ძუნწები არ არიან კაცები მაგრამ ემოციურ მხარეში მოიკოჭლებენ ხო და რატო ვერ ახერხებს კაცი თანამედროვე კაცი აი ამ ორის სინთეზს ჩვენ ქალებმა, თანამედროვე ქალებმა, ხო მოვახერხეთ ფინანსურ დამოუკიდებლობა, შევძელით, რომ ეს ემოციური უნარიანობაც გვაქვს და ფინანსურადაც აი ეს რაღაცა მასკულინური რაღაცებიც შევძელით, ხო? და დამოუკიდებლად ცხოვრება შეგვიძლია. და კაცი რატო ვერ ახერხებს ამას? აი ამ ორი უმნიშვნელოვანესი ასპექტის გაერთიანებას. ხო, ვიღაც ახერხებს ახლა. არა, თქო უნდა ახლა. ისე რომ გამოვიდეს, ხო, რომ ვერ ახერხებს, ანუ ყველა ადამიანზე ვერ ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, მე ჩემს სამეგობროშიც არის ბევრი ჩემ მეგობარს, ყავს ესეთი მეუღლე, რომ ორივე ასპექტი არის დაკმაყოფილებული. კი, არის. სწავლადია რა, ძუნწი რას ნიშნავს, ესე იგი, აქვს და არის ენანება. მეორე ვარიანტია შეიძლება არ ქონდეს. და ამ შემთხვევაში არ აღიქმება ხო ძუნწად. ეს კულტურებში ძალიან განსხვავდება. ერთს დავამატებდი, სხვა შორის ვისაც არ აქვს. იმისგან ქალი სიძუნწეს არ დაარქმევს. ანუ არ იტყვის, რომ ეს ძუნწია. ძუნწობა ეგ არის, რომ გაქვს და გენანება, გაღება და გაცემა. თორე როცა არ გაქვს ქალს ეგ არ აღიზიანებს პირიქით. უგებს ძალიან თავისუფლად. კი. ხო, ესმის და მოდი ეცადოთ ახლა ესეც ჩავშალოთ. ჩავშალოთ, კი. საინტერესოა მე მგონი. იმიტომ რომ ეხლა რო გისმენდი გამახსენდა ისტორია ჩემი ძალიან ძველი სტუდენტობის დროს, როდესაც სტუდენტი ვიყავი, მუშაობდი სასტუმროში, ვიყავი ბელბოი, ეს არის ძველი წლები. ну ჩემი რაც უნივერსიტეტის თანხას ვაგროვებდი და თბილისში? ხო, თბილისში მუშაობდი ერთ-ერთ სასტუმროში. სამაგისტრი რო ვიყავი იმ პერიოდში, ხო და სასტუმროში ვინც შემოდიოდა ხოლმე. ну მე მევალებოდა არაფერ ბარგებო ნომრების დათვალიერება ამ ხალხისთვის, შეთავაზება რაღაცა და ბარგი თუ რამე ქონდათ, უნდა ამეტანა და განმეთავსებინა მათ ოთახებში, ხო? და ბელბოის ძირითადი ესე ვთქვათ ანაზღაურება ითვლებოდა ჩაი იყო, ეხა ხელფასი არ იყო, ну ჩაი უნდა დაგრჩენოდა. და იმ პერიოდში რო ვაკვირდებოდი, ვისაც ესე ვთქვათ ძირითადად იყვნენ უცხოელები, ცოტა ქართველებიც რა. უცხოელები, რომლებიც ძალიან შეძლებულები იყვნენ, ესე ვთქვათ და ვისაც ჰქონდა იმის საშუალება, რომ ჩაი დაეტოვებინა, ჩაის არ ტოვებდა როგორც წესი, ან გიტოვებდა $. ხო. და ადამიანი რომელიც შენნაირი იყო, აი უბრალოდ სასტუმროში შემოვიდა, ხო? წამოიღებდა და უშოთ პირობითად 5 ლარს, 10 ლარს რაც ჰქონდა და გაძლევდა. ანუ შენნაირი ტიპი. უფრო გაძლევდა და
ვიღაცა კიდე არაბი რო ჩამოდიოდა ირანელი რაღაცა ეცად სუნკით მოდის და ტონაფულებს ის არაფერს არ გიტოვებს. აი სიზუნზე ეგ არის. ჩვენ საუბრობთ ახლა ამ შემთხვევაში სიზუნზე, ანუ გაცემას, ხო? მაგრამ ამ გაცემითაც აი შენ სწორად აღნიშნე, რომ შენნაირი ადამიანი რო არის, უფრო ესე ვთქვათ, ხვდება შენს მოტივებს, გაფასებს და გიფასებს ესე ვთქვათ და გაძლევს რაღაცა მოტივაციას, რომ შენი ღამის ათენებს პირობითად და რაც შეეხება აი დაპატიჟების ამბავს, ხო? არსებობს ესეთი ტენდენცია გერმანულად გადავიხადოთ? 50-50. ხო. გერმანულად გადავიხადოთ და იქ რაღაცა რომ მოვა ჩეკი, შეიძლება იმის 90% ერთს აქვს მირთმეული. მარტო და იმან მარტო ჩაიდალი ამაშიო და პირობითად და მიირთვა და ეხა ჩეკი რომ მოდის გერმანულად ვერ გადაიხდია, მაგრამ გადათვალოს იმა რაღაცა 8 ლარი უნდა დოს და ამან 52 თუ ეს ბარათით რო არის გადახდება, გადაურიცხოს თუ ხო, ან ისეთია. მაგრამ ეს მე რა ისტორიებიც მაქვს მოსმენილი და ეს არის რეალური ისტორიები, იმიტომ რომ დიდი ხანია ამ სფეროში ვარ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციებთანაც მუშაობ. ქართველი გოგოები, როდესაც აი უცხოელ ბიჭთან დეითი ქონიათ, ყველა რაღაცა შოკირებული ყოფილა აი ამ გაყოფაზე. იმიტომ რომ თითქოს იქამდე რაღაცა კომუნიკაცია საინტერესო იყო, თუმცა რომ მივედით იქამდე, ის იმდენად დაუთვლია იმ ადამიანს, რომ ამ გოგოს უბრალოდ დაუღია და კარტა თვითონ დაუდია და იმისიც მას გადაუხდია. მოდი გეპატიჟები. ხო რა, ნუ აი ამდენ თვალს და რაღაცას ხო. აქ მეორე ამბავიც არის, თუ ადამიანს ეპატიჟები, ნიშნავს რომ ეპატიჟები, ესე იგი გაქვს ამის შესაძლებლობა, გაქვს ამის რესურსი. ეპატიჟები და ესე ვთქვათ, იხდი შენ, ხო და რთულია, აი ამიტომ ძალიან რთულია ისინი არიან სხვა კულტურაში გაზრდილები და მათთვის რთულია ჩვენი გაგება. ეხა აქ რო ავტობუსში ადამიანი ამოდის ქალი ან მოხუცი და ადგილს როცა უთმობ, დგები, უთმობ, გეუბნება ის მადლობას დაჭდა, ხო? ეს რო სადმე სხვაგან გააკეთო. მე მსმენია კიდე ისტორიები, ერთი ჩემი მეგობარი იყო ესტონეთში ზუსტად და იქ დაუთმეო ადგილ. იმდენად გაუკვირდათო, რომ მისი ადგილი, ესე იგი, მან თანხა გადაიხადა რაღაცა ბილეთში, დაჯდა ზის და ეხლა ქალები შემოვიდნენ, ადგა და ადგილს უთმობს, ანუ იმდენ კი დაჯდნენო, მაგრამ იმდენად გაოცდნენო და მადლობებიც მიხადესო და იმდენად უცხო იყო ეს მათთვის და ჩვენთვის ეს ნორმა კი არა, ვალდებულებაა თითქოს, რომ ამოვედი კაცო ადექიაბა აქიდან. ვერ მხედავ? გავალდებულებს რა, ეს უნდა გააკეთო. არც ის არის კარგი. არც ის. აი მაგას ვამბობ ზუსტად. აი ეს არც ის არის, არც ეს არის. აი მაგას ვამბობ. აი ქართულ ეხა შენ რო ახსენე რომ ჩემი გოგოებიო უცხოელებთან როცა არიან დეითზე. აი 3-4 შემთხვევა. იამოვნებთ ძალიან. კომუნიკაცია საინტერესო იყო. ძალიან საინტერესო. მაგრამ ეს უფუჭებს მათ იმას. იქ უკვე აფუჭებს და ქართულ ბიჭებთან პირიქით არის. ანუ შეიძლება აი ის რაღაც გადახდაზე, ნუ არ ვიცი აი ხა ქართულ გოგოს ქართულ ბიჭთან თავში არც გაუელვებს რომ ეხა მე ჩემი ხوار უნდა არ ვიცი ეხა შეიძლება ვაზოგადე მე ყოველ შემთხვევაში ესე ვარ რომ არც კი ვიფიქრებ მაგას არც დავუშვებ რომ ეხა მე ჩემი ხوار გადავიხატო მაგრამ მეორე მხარე ეს ემოციური ინტელექტზე რასაც საუბრობთ არ აქვთ განვითარებული უმრავლესობას აი როგორც უცხოელს მაგალითად და ამ ორს ქართველი ბიჭები რატო ვერ იცი რა სწავლადი ემოციური ინტელექტის სწავლადია რატომაც არ აქვს განვითარებული ეს მოდის ჩვენი აღზრდიდან იმიტომ რომ ამას არ გვასწავლიდნენ ხა ემოციური ინტელექტი თვითონ სიტყვა გვეუბნება ანუ ეს არის ემოციების ამოცნობა და შემდგომ მისი მართვა და როდესაც გეუბნებიან და გასწავლიან რომ არ უნდა იტირო არ უნდა შეგრცხვეს და ემოციები არ უნდა გამოხატო ბუნებრივია ამას ვერ ისწავლე სხვა პროგრამით იზრდები ესე ვთქვათ მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს სწავლადი არ არის სწავლადია და აქედან გამომდინარე პასუხი იმაზე თუ რატო არიან ემოციური ინტელექტი ჩვენთან რატო არის დაბალი გასაგებია გუშინ შენ რო დამირეკე და პოდკასტში რო დამპატიჟე ხო მოდი ვისაუბროთო და რაღაც დაახლოებით იგივე თემაზე იყო საუბარი მე გკითხე რომ თუ იცი საქართველოში რამდენი მამაკაცია HR ან ორგანიზაციებში მე სადაც მივსულ ვარ, ეხა HR-ებთან მიმუშავი ტრენინგები ჩამიტარებია, ბოლოსაც რო ვიყავი HR-ებთან ჩავატარე ტრენინგი, 32 ადამიანი იყო და 32-ვე ქალი იყო. რატო არ არის კაცი, ხო? აი თვითგანვითარების კურსებზე თუ დააკვირდები თვითგანვითარება, პიროვნული
შემეცნებას, სხვადასხვა კურსები რაც ისწავლება. აბა სტატისტიკას გადავავლოთ თვალი, რამდენია ქალი, რამდენია კაცი, ხო? რატომ არ ინტერესდებიან კაცები? ეგ კიდე ცალკე საკითხია, რატო არ ინტერესდებიან კაცები, ხო? ინტერესდებიან რაღაცეებით და რაღაცეებს უბრალოდ კაცებს აქვთ ხანდახან ისევ ამბობ უმრავლესობაზე არ ვსაუბრობ. ურჩევნია ამის დამოუკიდებლად სწავლა, ცალკე მარტოს. მე ხო კაცი ვარ. ის კი არა, რომ შეიძლება კურსებზე არიაროს, კოლექტიურ კურსებზე, მაგრამ მარტო აიღოს კურსი და ინდივიდუალურად გაიაროს, ან ჩავიდეს და ისწავლოს, მაგრამ ეს არის მცირე კიდე ერთხელ ვიმეორებ, მცირე ნაწილი და ძირითადად უფრო ქალები არიან ორიენტირებულნი და დაინტერესებული აი თვითგანვითარებით, პიროვნული ზრდით და შემეცნებითი აქტებით, ესე ვთქვათ რა. მაგრამ ეს სწავლადია და ის სწავლადია, განვითარებადია, ემოციური ინტელექტი ისწავლება, ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ რამდენადაც გაქვს ადამიანს ემოციური ინტელექტი განვითარებული, იმდენად ასე თუ ისე აწყობს შენ ცხოვრებას და ცხოვრებაში ურთიერთობებს. და მე მგონი ეს ქართველმა კაცებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, იმიტომ რომ აი ყველანაირად მოსწონს ქართველი კაცი, აი ერთი ეს ემოციური ინტელექტი. და კარგია, სხვა ყველაფერს თუ ქართველი კაცი უკმაყოფილებს ამ ქალებს, ეს სწავლადია და ხო, აი ხვალე უნდა შევუდგეთ მაგ საკითხს, იმიტომ რომ აი ეს არის, ნუ სხვა პრობლემები შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ხა ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ ამ ერთ საათში, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელზეც მე მგონი ყველა კაცმა უნდა იფიქროს. ახლა რა შეეხება იმ თემას, როდესაც ნუ ყველამ ვიცით, რომ კაცს პირველ რიგში მოწონს ქალის ვიზუალი, მისი გარეგნობით იპყრობს ყურადღებას, მაგრამ რატომ ხდება, როდესაც აი ქალი მისი სტანდარტებში რო ჯდება ამ კაცის სტანდარტებში ყველანაირად, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ საერთოდ კარგავს მისთვის ინტერესს. აი რა არის ამის ყველაზე ხშირი მიზეზი? ღირებულებები ისევ და სურვილები. ნახეთ, თუ ურთიერთობის წამყვანი არის ლტოლვითი კომპონენტები, ხოლო და თუ ამით იწყება, ესე ვთქვათ, ურთიერთობა, ლტოლვითი მხარე, როდესაც გადაივლის და სხვა იმ ადამიანთან არაფერი არ გაკავშირებს, ესე ვთქვათ, მისი სილამაზის, შინაგანი სილამაზის აღქმა აღარ ხდება, ხო? აი თაფლობის თვე, რატო ქვია თაფლობის თვეს თვე? თაფლობის წელი გაგიკია? თაფლობის 8 თვე. ხო? ეს სიტყვა გვაქვს თაფლობის თვე და ნახეთ თკბილეული გიყვარს? კი. გიყვარს, აი რა გიყვარს ყველაზე მეტად? შოკოლადი შავი. შავი შოკოლადი, ხო? ნაპოლეონს ეკლერს გირჩევნია? კი. ნუ გააჩნია ხანდახან. შავი შოკოლადი კაი. ეხლა წარმოიდგინე, რომ ყოველდღე ვიღაცას მოქონდეს ეს შავი შოკოლადი. ხანდახან ნაპოლეონის გინდება. შავი შოკოლადი კაია, მაგრამ მე ამოგივა ყელში იტყვი, რომ დღეს აღარ მინდა შავი შოკოლადი რა. წვენიც მინდა ამას რომ მოაყოლონ და ანდახან სხვა რაღაცეებიც მჭირდება, ხო? და ეს რატო ვთქვი, რომ ლტოლვითი ნაწილი, როდესაც სრულიად კმაყოფილდება, ხო, როდესაც შედიხარ ქორწინებაში, მხოლოდ ამ მოტივით და ხშირად ვნება ერევად სიყვარულში, იმიტომ რომ ვნება ძალიან ძლიერი ემოცია, ბევრად მძაფრია ვიდრე სიყვარული. სიყვარული არის სტაბილური განცდა, მდგომარეობა ეს უფრო და ვნება არის ემოცია, რაც ეიფორიის ძლიერი. და ლტოლვა რო გადაივლის, მე რჩება ადამიანი, რომლის პიროვნებასთან შეიძლება აღმოაჩინო, რომ არაფერიც არ გაკავშირებს, არაფერი არ გაერთიანებს და სალაპარაკოც არაფერი არ აქვს, ხო? და როდემდე უნდა იყოს ეს შავი შოკოლადი შენთვის აღმაფრთოვანებელი, ხო? და ხშირად სულ სწრაფები არიან კაცები და აი მარტო ამით აფასებენ, რომ აი მორჩა აი ამ ფაქტორს ეს კრიტერიუმი დამეკმაყოფილა ლამაზია და ეხლა ცოლად მოვიყვან და ვიქნები ბედნიერი. და ანუ ამ დროს ხშირად უნდა მიაქციონ ყურადღება იმ სხვა რაღაცებს. ეს არის სტატუსები, სალომე საჩენოვ სტატუსი, რომ ცოლიანი ვარ, ცოლი მყავს, მე უკვე საქმე გაკეთებული მაქვს, სამსახური მაქვს, ფული ვიშოვე წარმატებას მივახციე, მაგრამ რაღაცეები მჭირდება კი, ცოლი კი მყავს, მაგრამ ცოლს ჩემი არ ესმის. ხო? მე მისი არ მესმის. ლამაზი ცოლი კი მყავს. ლამაზი ცოლი მყავს, ანუ ინფრასტრუქტურა წარმოვიდგინოთ რა. ლამაზი ცოლი მყავს, კარგი მანქანა მაქვს, კარგი სამსახური, რეალიზებული ვარ, მაგრამ ცოლთან არანაირი ემოციური სიახლოვე არ მაქვს. არ მაქვს რა მასთან, არა იმიტომ რომ არ მინდა, მაგრამ არ ვიცნობ მის პიროვნებას, ან ერთმანეთს ვერ უგებთ. აცდენილები ვართ, ხო? და მე მამაკაცი რას საკეთებს?
ვიცით, ეძებს ამ ემოციურ დაკმაყოფილებას სხვა რაღაცეებში ან სხვა ადამიანებში. და რა არის, აი როგორ უნდა დაკმაყოფილოს ქალმა მამაკაცი ემოციურად მისი გარეგნობის მიღმა? აი რა ჭირდება კაცს ქალისგან? ის რაც ქალს ჭირდება კაცისგან, ხო? თუ ესე შევხედავთ ქალს, მე ვფიქრობ, რომ ქალებს ძირითადად სჭირდებათ ემოციური უსაფრთხოება და მამაკაცსაც სჭირდება განცდა, რომ საყრდენია ქალისთვის, ისევე როგორც ქალს სჭირდება განცდა, რომ ვიღაცას ეყრდნობა. მე არ გულისხმობ მხოლოდ მატერიალურ დაყრდნობას, ეს ერთ-ერთი კომპონენტია და არა ერთადერთი, იმიტომ რომ დღესდღეობით ქალებიც გამოიმუშავებენ თანხებს და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტსაც, ვიდრე ოჯახში მამაკაცები, ხო? და ემოციური საყრდენში გულისხმობ იმას, რომ ქალს უნდა შეეძლოს მისი შინაგანი სამყაროს გაზიარება მამაკაცისთვის შეფასებების გარეშე. შეფასება რას ნიშნავს, რომ მამაკაცი როცა გაფასებს, რომ ეს ცუდია, ის კარგია, ის არ უნდა გექნა, ის არ უნდა გეთქვა, ყველაფერი გაქვს, რა გაწუხებს, რა გაკლია. ხო არის ეს დიალოგები, რომ რა გაკლია, ხო გააქვს, ჩემი კარტაც გაქვს. ხო, მანქანა გიყიდე. რა გინდა ბოლო-ბოლო, რა? და არ უნდა იმას, მანქანა მაშინ უნდა, როცა კარგად არის. შინაგანად, როდესაც მისი სურვილების ამოთქმა ხდება მის საყვარელ ადამიანთან, ხო, ესე ვთქვათ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის ამ ორ ადამიანს შორის უბრალოდ აცდენა. ის კი არა, რომ ის არის რაღაცაში დამნაშავე და ამის ბრალი ან იმის ბრალი. არც ერთის ბრალი არ არის, ორივეს თავისი სიმართლე აქვს. უბრალოდ ურთიერთობის საწყის ეტაპზე ან შუაში არ ხდება საუბარი, არ არის გულწრფელი საუბრები და შესაბამისად ყველაფერი არის მარტო გარეგანი, ესე ვთქვათ, მატერია, ვიზუალი. რაც ნაოჭები რო უფრო გვემატება, მე უფრო თავს იჩენს და მე ვღებულობთ ორ ერთად მყოფ მარტოსულ ადამიანს. ხშირად მსმენია ქალებისგან, რომ მაინც ვერ გავიგე რა არის კაცისთვის პატივისცემა. ანუ კაცი, რომელსაც ძალიან ჭირდება ქალისგან პატივისცემის აი ეს განცდა, რომ მე ჩემი ქალი პატივს მცემს. და იმ დროს ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ მე მგონი ქალისთვის და კაცისთვის განსხვავდებაო ეს პატივისცემაო, ჩემთვის რაღაც სხვა შეიძლება იყოსო და კაცისთვის კიდე სხვა და ვერ გავიგეო, მაინც რა არის, რა სიტყავს კაცი ქალისგან, აი ამ სიტყვაში პატივისცემა. განსხვავებით შეიძლება განსხვავდებოდეს დამოკიდებულებები მამაკაცების შემთხვევაში და მისი სურვილები და პატივისცემა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პატივს ვცემთ მის პიროვნებას, მის პიროვნულობას და მის საზღვრებს, ესე ვთქვათ, ხო? ყველა ჩვენთაგანს გვაქვს ჩვენი და უნდა გქონდეს ჩვენი საზღვრები, ხო? და პატივისცემა ნიშნავს იმას, რომ მე შენს გარეშე არსად არ ვიჭრები, ესე ვთქვათ. შენს გარეშე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს. ხო, გვსმენია ხშირად, რომ მე ვიცი რა იქნება შენთვის უკეთესი და მე ეს გავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ არ მიკითხავს, იმიტომ რომ ვიცი და რანაირად იცი თუ არ გისაუბრია, ხო, ჩემთან და პატივისცემაში ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ გავითვალისწინოთ თვითონ პიროვნება და არა როგორც ქმარი, ის ქმრამდე და მეუღლემდე იყო დამოუკიდებელი პიროვნება, ხო? ის არის გასათვალისწინებელი და ეს მეუღლე არის როლი უბრალოდ, რომელსაც ის ასრულებს. ერთი საკითხის წამოჭრაც მინდა საუბრის ბოლოსკენ, რაც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. რა გავლენას ახდენს ძლიერი და ზედმეტად ჩართული დედა მამაკაცის სამომავლო აი ამ პირად ურთიერთობებში, რომანტიკულ ურთიერთობებში? დიდ გავლენას ახდენს. ეს ცალკე თემა არის, მშობლების და დედების თემა. და საკმაოდ დიდი და ვრცელი და პრობლემური, ხო? უბრალოდ ახლა ამას სიღრმეებში ვერ ჩავალთ, იმიტომ რომ დრო არ გვეყოფა, მაგრამ მე შევეხები ერთ ნაწილს, რომ წვილი, რომელიც ქორწინდება ან ერთად იწყებს თანაცხოვრებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა თქვან პირველ ეტაპზე კომფორტზე უარი და იყვნენ მარტო, გადავიდნენ რაღაცნაირად მარტო, ხო? გულისხმობ ქირას, ნუ თუ სახლი აქვთ, მით უკეთესი, ხო? იმიტომ რომ როდესაც ოჯახში ხდება სხვადასხვა პერსონაჟების მუდმივი ტრიალი, ეხლა გამახსენდა ერთ-ერთ ორგანიზაციაში მოკლედ სადაც ტრენინგს ვატარებდი, აი რაზე შეიძლება დაიწყოს ხოლმე კონფლიქტები, აი დედა ახსენე და ოჯახში, ხო? ერთმა ადამიანმა ეს ისტორია გააზიარა, რომ
დედამთილსა და რძალს შორის, რაზე შეიძლება დაიწყოს კონფლიქტი. დედამთილი ამბობს, რომ ცოცხს ტარით ნუდებ. ცოცხი დადე ტარით. ხო და ეს გოგო კიდე შეძლებული ოჯახიდან იყო და ვერ ხვდება რა 5 ცოცხს იყიდის. ხდი არ არის საჭირო ცოცხის ტარით დადება. ის ეუბნება, რომ რატო უნდა იყიდო 5 ცოცხი, ხო? დადე ტარით და არ დეფორმირდება, არ გაფუჭდება, ხო? ის ამბობს, რომ არა მაქვს პრობლემა რა, მოხვედა ვიყიდი 10 ცოცხს ვიყიდი. აი ხო ძალიან წვრილმანია ეს. კონფლიქტები ამაზეა ხომ ხშირად რა უმეტესად და თან როდესაც აი წვილი ერთად ცხოვრობს და იწყებენ კამათს, ხო, როგორც წესი იქ ორი ადამიანი არ კამათობს. იქ არის მინიმუმ 4 ან 4+2, ამის მშობლები, იმის მშობლები, რომლებიც საუბრობენ ამ ანტაგონისტის, ესე ვთქვათ, ენით რა და თუ წვილი მარტო არ ცხოვრობს გუშინ სანამ აქ მოვიდოდი, აი პატარა სტატისტიკა ვაწარმოე, მეგობარს დაურეკე და ვკითხე, რომ შენ სამეზობლოში აბა გადაავლე თვალი ოჯახებს ვინები ცხოვრობენ ერთად. და ზედა სართული, ქვედა სართული და ვერ იპოვა იმან ადამიანს, სადაც წვილი მარტო მართლა ცხოვრობს, იქ არის ან დედამთილი, ან ქმარი არის პირობითად საზღვარგარეთ წასული მუშაობს, ცოლი ცხოვრობს მშობლებთან, ანუ ან ორი ძმა, ორმა ძმამ მოიყვანეს მეუღლეები და იქ კიდე ზითებში ვიღაც მოყვა იმ ადამიანს, ანუ იმის თქმა მინდა რომ მარტო როდესაც არ ცხოვრობ, შენ არ ხარ დამოუკიდებელ, როდესაც გადაწყვეტს წვილი, რომ დამოუკიდებლად გადაცხოვრდნენ და შევიდნენ თან ცხოვრებაში, სასურველია რომ 2 წელი გაატარონ მარტო. იმიტომ რომ ყველა ოჯახს აქვს თავისი მიკრო კულტურული ნორმები, ხო და როდესაც წვილი არ ცხოვრობს ცალკე და იმ ოჯახში არის დაუშვათ სხვადასხვა ადამიანები იყრიან თავს, რთულია რომ შენი ნორმები დააწესო და როდესაც მარტო გადადიან, ამ 2 წლის განმავლობაში ძველი ნორმებისგან ესე ვთქვათ თავისუფლდებიან და თვითონ ქმნიან თავიანთ ნორმებს. და მე სტუმრად რომ მიდიან, ხო, ოჯახებში, მე ხვდებიან რომ პრობლემა კი არ არის და კი არ ბრაზდებიან, უბრალოდ ის ოჯახი ისეა. ჩვენი ოჯახი ასეა რა და აქედან გამომდინარე აგრესიაც ნაკლები იქნება და არც იმაზე იქნება კამათი, ცოცხი ტარით უნდა დაიდოს თუ პირიქით. მე ძალიან კაი მაგალითი მოგვიყვანა. მაგრამ საინტერესო იცი რა არის? აი კაცები მაინც ვერ ახერხებენ ნუ ქალებიც რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ხან კაცი არის მთავარი განსახილველი ჩვენი ეპიზოდის. ვერ ახერხებენ დედისგან განცალკევებას. და როგორ უნდა მოახერხოს კაცმა დედისგან განცალკევება ისე, რომ თავი არ იგრძნოს დამნაშავედ. იმიტომ რომ აი ხშირად კაცი განიცდის ამას, რომ დედამ ჩემთვის ამდენი რამე გააკეთა, მან ხო უკეთესად იცის. მან ამდენი რამე ეკნა, ჩემთვის თავი გაწირა და როგორ ახლა მე არ მოვუსმინო? მამაკაც ამ დროს თუ არ არის დედისგან ესე ვთქვათ განცალკევებული, დედა ძალიან დიდი როლი უჭირავს ბიჭის და მამაკაცის შემთხვევაში და ამ შემთხვევაში არის ორ ქალთან ემოციურად დამოკიდებული, ერთი არის დედა, მეორე არის მეუღლე, ხო? და თუ დედის სიმშვიდე ესე ვთქვათ ჩემზე არის დამოკიდებული და მე კონფლიქტი მაქვს ჩემს მეუღლესთან, ხო? და დედამეს იგრძნო. დამირეკა ან იმ მომენტში მოგვაკითხა მოვიდა და ნახა გაღიზიანებული, გაბრაზებული და ამის მიზეზი დაუშვათ მან დაინახა რომ იყოს მეუღლე. რთულია, ცხადია რთულია. ეს არის ძალიან ვრცელი თემა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ესე რამე უნივერსალური რჩევა აქვს შეუძლებელია, იმიტომ რომ ყველას პერსონალური, ინდივიდუალური გამოცდილება არის. თუმცა გასააზრებელია ის, რომ სიყვარული არ ნიშნავს იმას, რომ მასზე იყო მიჯაჭვული, საერთოდ არ ნიშნავს არანაირი კავშირი არ აქვს რა. შეგიძლია გიყვარდეს დედა, როგორც დედა ზრუნავდე მასზე, როგორც შვილი და გიყვარდეს ქალი, როგორც ქალი და ზრუნავდე მასზე, როგორც მეუღლე. ეს ორი სხვადასხვა რაღაც არის. ამას სჭირდება უბრალოდ გააზრება, დაფიქრება, ზრდასრულობა, გაზრდა და პირველ რიგში დამოუკიდებლობის სწავლა, ხო? დედა არის ადამიანი, რომლითაც ბავშვი პირველად უყურებს სამყაროს, ესე ვთქვათ, ხო? დედის თვალებით უყურებს სამყაროს. ამიტომ დედა ძალიან გავლენიანი, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანზე. და ამიტომ რთულია ხოლმე. ხო, და ის რომ დედისგან განცალკევდები არ ნიშნავს, რომ მას ზურგს აქცევ. არა, საერთოდ არ ნიშნავს, პირიქით ამით უფრთხილდები როგორც დედას ემოციურად, ისე უფრთხილდები საკუთარ თავსაც და როგორც წესი აი როდესაც განცალკევებული ხარ,
დედისგან, უფრო მეტად ზრუნავ მასზე. უფრო მეტად ზრუნავ მასზე, იმიტომ რომ ყველა ემოციას რაც შენშია, შენ ამოიცნობ ამ ემოციებს, სახელს დაარქმევ და შენ თვითონ იწყებ ამ ემოციებთან ურთიერთობას და არ მირბიხარ დედასთან, ესე ვთქვათ, რომ დედა, მიხვდი, ეს დამემართა. ამას ეს ცოტა ინფანტილური მდგომარეობა არის და დედის ემოციურ მხარეზეც უფრო მეტად ზრუნავ, ნაკლებად ანერვიულებ. კი, და ამას უნდა იაზრებდეს თვითონ დედა. რომ თვითონ მან შეძლოს გაშვება თავისი ბიჭის. ეს ხდება მოზარდობის პერიოდიდან, რომ დედები უნდა გამოეთხოვონ, ესე ვთქვათ, შვილებს, აი, როდესაც მათ შვილს ამოსთვის მაგალითად წვერი, უნდა აღიარონ, რომ ჩემი შვილი იზრდება, ის უკვე წვერს იპარსავს, ხო? და როგორც წესი დედები იჯაჭვებენ თვითონ შვილებს, ხო? და მათ უბრალოდ იცით რა არის, დედებზეც არ არის, ისინი ესე აღიზარდნენ. მიხვდი, ანუ მათ სხვა მოდელი არ ქონიათ და განცდა აქვთ, რომ ყველაფერს აკეთებენ დედის ფუნქცია არის, რომ შვილი ბოლომდე, ესე ვთქვათ, დაიცვას და არის იმისთვის მფარველი, ესე ვთქვათ, ადამიანი, მფარველი ანგელოზის. ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ ცუდია იმ კუთხით, რომ დამოუკიდებელი ვეღარ ხდება მამაკაცი. ეს არის და ეს და როდესაც დედა ვერ ახერხებს, ესე ვთქვათ, გამოთხოვება შვილისადმი, ამ შემთხვევაში შვილმა უნდა გააკეთოს ის ისე დელიკატურად, რომ ზიანი არ მიაყენოს არც საკუთარ თავს და არც დედას და ეს საერთოდ არნიშნავს ზურგის შექცევას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უფრო მეტად იწყებს მე შვილი დედაზე ზრუნვას. და ხშირად მსმენია ხოლმე, რომ გოგოები ამბობენ, რომ აი ეს ბიჭები მათთან რო არ გამოგვდის ეს ურთიერთობა და რომ მიუწვდომლები არიან ემოციურად და ასე შემდეგ ინფანტილურები, ისევ ქალების ბრალია, ისევ ქალების აღზრდილები არიან ასეთი კაცები. ხო, კი ბატონო, ქალების შეიძლება არ იყვნენ მხოლოდ ქალების და იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ შემოსული, მაგრამ მოდი მაგალითებით რო ვიმსჯელოთ, ხა ოჯახები ვიცით ჩვენ, სადაც ნახე, აი მამაკაცი რო შემოდის ოჯახში, მაგალითად მამა შემოვიდა ოჯახში და მთელი ოჯახი რომ მის გარშემო ტრიალებს. ვიცით ხო? ასევე არსებობს ოჯახი, სადაც შემოვიდა ეს მამა და გინ შემოსულა, გინ არ შემოსულა, ყველას როგორც უნდა ისე უტყაპუნებს ამ კაცს რა. საერთოდ არ ითვალისწინებ. ფინანსურ ნაწილსაც რო შევეხოთ, არის მაგალითად მამაკაცი, რომელმაც ხელფასია იყო და გადაულოცა ცოლს 80% და დაიტოვა სიგარეტის და რაღაც სახარჯო ფული. არის ოჯახები, სადაც უნდა მოსთხოვო მამაკაც და ოღონდ არგუმენტირებულად უნდა დაუსაბუთო ფული, ესე ვთქვათ, რისთვის, რაში და რატომ გჭირდება, ხო? ამიტომ ეს ოჯახები და ეს ნორმები და ეს ქცევის მოდელები ყველას აღებული აქვს იმ გარემოდან, როგორც აღიზარდა და სადაც გაიზარდა. მოდი მოკლედ მამის გავლენასაც შევეხოთ, რა ხდება, როდესაც მამა ბიჭის ცხოვრებაში არ იყო მისაწვდომი ფიზიკურადაც, ემოციურადაც, ან იყო მხოლოდ აი რაღაც ჭკუის დარიგების, აკრძალვების, ჩხუბის სახით, ჩხუბის ბავშვთან, ან დედასთან. ამ დროს რა ხდება? ამკრძალავი ბიურო მამა? ზოგადად მამა ხშირად არის ხოლმე ამკრძალავი, იმიტომ რომ მამა ფსიქოლოგიურად არის ადამიანი, რომელიც ბავშვს დედას ართმევს. ხო? მაინც იქნება ეს ამკრძალავი. თუმცა აი შვილთან დროის გატარებას რაც შეეხება, ცირა წარსულს ვეღარ შეცვლი, წარსულის მხოლოდ გაცნობიერება და გააზრება შეგიძლია და უბრალოდ ქცევის მოდელების შეცვლა დღევანდელ რეალობაში. აი ეხლა რო არის სიტყვაზე, მოვიდა შვილი, სახლში არის მამა, რა ხდებოდა სკოლაში? მარტო ამას შეეკითხება, ნუ შვილი ეუბნება, რავი, არაფერი, მა შევიდა ოთახში, ხო? მეორე არის მაგალითად ბავშვი დაუტოვეს და ბავშვთან უნდა გაატაროს დღე მამამ. შეიძლება მოკიდოს ამ შვილს ხელი, წაიყვანოს მეორე ოჯახში მის მეგობართან ან ძმაკაცთან, მის ძმაკაცთან ერთად დაიწყოს ლუდისმა და ფეხბურთის ყურება და ბავშვები იქ ერთობიან. არ არის ეს დროის გატარება მასთან რეალურად, ხო? და ამიტომ მოდი აბა ერთი სრული დღე გამოყოს მამამ შვილისთვის და გაატაროს მასთან. ოღონდ ერთ სრულ დღეში ვამბობ, რომ სადაც მამა და შვილი არიან ერთად. ოღონდ სახლიდან უნდა გავიდნენ. გავიდნენ სადმე? ისე ირნონ, დაჯდნენ, ისაუბრონ, გაიხსენონ რაღაცა სურვილები, მამამ გაიხსენოს მის ასაკში მაგალითად რა მოსწონ და რატომ მოსწონ და უთხრას, მერე შვილმა უთხრას, ხო და დრო თუ ვერ გაატარა, ხო, თავის დროზე ბავშვთან, ეხლა შეუძლია ამის კომპენსირება, ხო, მინიმუმ და
ერთ სრულ დღეს იმიტომ ვამბობ, რომ თუნდაც ნახევარი დღე იყოს, ეხლა შენი საყვარელი ადამიანისთვის მიუხედავად შვილისთვის ყოველთვის გამონახავ, დავანებოთ კვირას თავი თვეში ერთხელ, ორ თვეში, სამ თვეში ერთხელ ხო მაინც შეგიძლია შვილთან მთელი დღე გაატარო და გაიგო საერთოდ შენი შვილი ვინ არის, როგორია, რა მოსწონს, რა უხარია, რა სტკივა, გაუწიო მამობა. შეიძლება ის ვეღარ დაუბრუნო, რაც დააკელი, მაგრამ ეხლა შეძლო, რაც შეგიძლია. და ბოლოს რო შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, შეიძლება კაცს ბავშვობაშიც ბევრი დააკლდა, დედისგანაც ბევრი დააკლდა, მამისგანაც, სოციუმისგანაც შეიძლება. მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ მას თვითონ შეუძლია ამ ყველაფერს გაუმკლავდეს, მიიღოს ის წარსული, როგორიც იყო, აღიაროს ეს, მიიღოს, აღიაროს ისიც, რომ ამას ვეღარაფერი ვეღარ ეშველება, ვეღარ შეიძლება და პასუხისმგებლობა საკუთარ ხელებში აიღოს. თავის ცხოვრებას. პასუხისმგებლობის მომენტი, აი რა აქცევს კაცს მასკულინურ. კაცად გქონდა კითხვა, შენ თვითონ გაიცი ახლა ზუსტად ამას პასუხი. მასკულინური კაცი არ ნიშნავს ბოსს და მილიონერს და დესტრუქციულს და უხეშ ადამიანს. მასკულინური ადამიანი არის, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს საკუთარ ცხოვრებაზე აღებული, საკუთარ ემოციებზე აღებული და მასთან ქალი გრძნობს თავს ემოციურად დაცულად და უსაფრთხოდ, ხო? და ვფიქრობ, რომ ეს არის მასკულინურობა და არა ის, რაც ჩამოთვალეთ. ამიტომ პასუხისმგებლობა ისევე როგორც მამაკაცის, ასევე ქალის შემთხვევაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, რომ რამდენად ხარ შენს ცხოვრებაზე და შენს გადაწყვეტილებებზე შენ თვითონ პასუხისმგებელი. იმიტომ რომ ეს არის შენი გადაწყვეტილებები. ეს არის ზუსტად. აი ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიაში, ეგზისტენციალურ ჰუმანისტურში წამყვანი როლი ზუსტად ეთმობა ამ თემებზე მუშაობას. პასუხისმგებლობების ფუნქციას, რომ შენ აიღო ბოლოს და ბოლოს, იმიტომ რომ თუ არ აიღებ, მაინც მოგიწევს. აი დედაზე ვსაუბრობდი და თუ დავუშვათ სიცოცხლეში ვერ მოახერხე დედისგან გამოყოფა, დედას რო დაკარგავ. ეს არის უკვე ბუნებით გამოწვეული აუცილებლობა, გარდაუვალი აუცილებლობა და თუ არა გაქვს ის მომენტი დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის, მე ძალიან გაგიჭირდება, შეიძლება ქალს მიეჭაჭო. კი და აი ზუსტად თუ კაცებმა რაღაც ერთი მთავარი მესიჯი შეიძლება გამოიტანონ დღევანდელი ჩვენი საუბრიდან, ეს არის, რომ ქალებს ნამდვილად გვიზიდავს კაცი, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და ნამდვილად ეს არის მასკულინურიც, კაცურიც და ისეთი, რაც ძალიან მჭირდება ურთიერთობებში. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დასასრულს, რომ ოჯახები ძირითადად და წყვილური ურთიერთობები ინგრევა უფრო იმის გამო, რომ ადამიანები ერთმანეთის ზრუნვის ნაცვლად ერთმანეთს ესე ვთქვათ იყენებენ როგორც მარტოობის გასამკლავებელ საშუალებად, მარტოობასთან ბრძოლის საშუალებად, ხო და როდესაც ხდება განივთება, გამოყენება, ესე ვთქვათ ადამიანის, ამ შემთხვევაში იკარგება მისი მთავარი დანიშნულება და ღირებულება, რასაც უნდა გაძლევდეს ადამიანი, ხო? დიდი მადლობა ნიკო, საინტერესო საუბრისთვის. ფიქრობ არა მარტო კაცებისთვის, ქალებისთვისაც ძალიან ყურადღებიანი იყო დღევანდელი შენი ეს მოსაზრებები და შენი მსჯელობა. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა მოწვევისთვის. და მე ორ შაბათამდე ვემშვიდობები ჩვენს მაყურებელს. თუ მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი, გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში. რა შეგეხოთ ყველაზე მეტად? რაზე ისურვებდით უფრო მეტ ღრმა საუბარს, რა კითხვები დაგებადათ და გაგიჩნდათ. და ასევე გაუზიარეთ ეს ეპიზოდი თქვენს მეგობარს, ვისაც ფიქრობთ, რომ სჭირდება ამის მოსმენა. დროებით.